მოგესალმებით ჩოხატაურიდან მეგობრებო. ჩამოვედით ნოდა დუბაძის სახლ-მუზეუმში. და ეს წარწერა, რომელიც შეუძლებელია ემოციის გარეშე წაიკითხო. ესოდა არ მიმიტოო ბაბუა და ხადარი არ გამიციო. ეხლა მოვედით ნოდა დუბაძის სახლ-მუზეუმში და უფრო ფცლად მოგიყვებით ნოდა დუბაძის ცხოვრების შესახებ მეგობრებო. ამიტომ გადმოატრიალეთ ტელეფონი და ჩაუსხედით. ვაჟა დუბაძე გახლავართ. ნოდა დუბაძის სახლ-მუზეუმის გიდი, მისი ერთ-ერთი პერსონაჟის ილარიონის ბებია ლიკო და ილარიონიდან ილარიონის შვილი გახლავართ. შევარნაძე გამოიყვანა წარმოშმოა დუბაძე იყო თვითონ ილარიონ და ილიკოც. შეეხება ნოდა დუბაძეს აღამისი ბავშვობა რა თქმა უნდა მე არ ვიცი. მამა და ისინი იყვნენ წოლები, მე ვიცი უკვე ჩამოდიოდა პოპულარული მწერალი და საერთოდ მისი პოპულარობა არ ვიცი, იმდენად უბრალო ადამიანი იყო, ისე თავისუფალი კაცი იყო, ველეშის სადევზავოდ დავდიოდით ერთად, გუბაზოვზე ერთად დავდიოდით და ეს საოცრება იყო, გას მისი მამი და შვილი მე ველებს ურავდით და ამგესით კი არა ესე თოხი და ბარით მიდიოდით რომ მმართველობას უსულიდით ღერეს და აი ბავშვით უხაროდა. ამ დაშისღელე როგორც წერია ეგ ილიკო და ილარ შემსოფლესო დაშისღელე და გუბაზოვი ჩამოდის ამ ღელეში და ბავშვით ხარობდა ეცი და ხშირად უთქვამს აი ხშირად მithქვამს ამაზე რომ იქიდან წამოსულს იგი მაცოცხლებსო და სულ მიკვირდა ეცი რა ღელეში ჩასულა ასეთი რომ აცოცხლებს მეთქი და მე დაუფიქრდი რომ გავიზარდე ამ სიტყვებზე ჩუა მომემატა და მე ვთქვი რომ ეს იყო ისი ბავშვობაში დაბრუნება და რაც უნდა მანდ რთული ბავშვობა ქონდა ხო დახინებული არ ქონია მაგრამ ყველა ბავშვობა მოსაგონა ძალიან ტკბილი და გემრიელი არის და ზუსტად მაგელეში მოვიდნენ ბუშები რო აქვს საოცარი ნაწარმოები და ზუსტად აი მაგელეში ის ბუშები რო მოვიდნენ პატარა ნოდარიუსული კარგად იცოდა მან და თარჯიმნად ყავდათ სოფელთან ხო ისინი მკითხავდნენ მე მისყვამიდა ყველაფერი ცხოვრებაში თითქმის რეალურად აიღო ბატონოდანი ძალიან დაჩაგრული კაცი იყო მაგრამ ურთიერთობაში არასოშვირებთ არის შოპელები გადასახლებულია დახრეტილი ბიძები ბიცოლები ამას არ გავრძნობიებდა იცით ის გვერდზე ალბათ არ ვიცი აი ცრემლების დინამდე ადამიანი აი წყალივით რომ მოდიოდა თანაც გემრიელი უმორი აგურულებს შეიძლება არ უნდა გვიკვირდეს იუმორი, მაგრამ აი ნოდარის სხვა იყო, არ ვიცი, აი გემრიელი რასაც ქვია რა. აი ასეთი საოცარი პიროვნება. აი გუბაზოვზეც თემზობა ვარდა ძალიან და კიდე ხშირად ამბობდა ის გულებში მან საფრთხე შეიძინა ახალზეთში ნავე მყავდა და სულ უყვარდა ეს სათევზაოს გასვლა და რაღაცა იქაც და გუბაზოვზეც მედიოდით. გული რაზეც წება გუბაზოვზე თევზაობაზე პატარა თევზებს ვაჟაის დაჭერილი აღვე მაბრალი და ძიძებს ფიდოდა ეგრალებს და ჩემი დაჭერილიო და რა იყო ეს ცელი სოფელი გამოიფინებოდა ნუდარი სათევზაოდ მედისო და მე გავაცებული არ ყველა ოჯახი ახსოვდა ზეპირად ყველა ოჯახს მოიფერებოდა მანქანა იმსახურებოდა ეს ფეხით მიდიოდა კილომეტრი აქედან და მე კილომეტრები დავდიოდი მძინარეზე ყველა ოჯახს მოიფერებოდა უზომო სიყვარულით იცით აი ყველა ზეპირად ახსოვდა ნიჭია თორე ისე ალბათ ეს ბოშებს აწერდა ნიჭი რო არ ქონოდა აი ბავშვობაში რაც დაამახსოვრდა ილიკო და ილარიონიდან ესენი ხო გაუბრაზდა მე ილიკო და ილარიონი დაწერდა მოხსები იყვნენ და წეში დაწერა შეურაცხყოფად მიიღო და 5 წელი სერიოზულად გაბრაზებული ხალხი არ ელაპარაკებოდა არც ილიკო და არც ილარიონი 5 წლის შემდეგ შეურიდა ბაბუა ჩემი სუფრა გაუმართა და ლექსის უზნა შერიგებაზე დავრდებოდა დიდი ლექსი იყო ასე იმდენად ჩამოგვიდა ვერ წაიღებს რიონი ახლა გემშვიდობება შენი ილარიონიო აი ყველა რაღაცეებში ცეთ აი ნახატი არის იქ ზალის კარები კოთბილისში შემდეგ ნახეთ ესეც უმორში აქვს აი გემრიელი უმორშია რა უხათებზებიო და რაღაცა ეგ ასე ამბობდა თვითონ რომ თქვა ეს თუ არ არც ვიცი ოკეანე არის თო სიცოცხლეო და იქ ორი თევზი ხატია ეს მე ვარო და ჩემი მეუღლეო ხვევით კიდევ ორი თევზი ხატია ჩემი სიდეთრი და სიმაურეო მე რასაც მეშვიშობით სიდეთ და სიმაურს უნაწილებო სიდეთ და სიმაურის ქვემოთ კიდევ ორი თევზია ამა თუ კი რაიმე მორჩება შვილებს გავუნაწილებო შვილებს თუ კი რაიმე მორჩებაო ბოლოში ერთი თევზია პირდაღებული ეს თევზი კიდე ჩემი ცოლის მა არისო თუ ამას რა მაგაც კი რაიმე მორჩა ცოლის მას გავუნაწილებო და აი ყველაფერში უმორი გამოხატა სიმბოლურად აჩუქეს
პოლიცია, საპატიო პოლიციელის წოდება მიანიჭესო, ეკაც ზოგს გონია რომ პოლიციელი იყო, არ ყოფილა პოლიციელი, კუგარაჩას შემდეგ აჩუქეს პოლიციელებმა სიმბოლურად და უთხრეს რომ ეს თქვენ ბატონო უნდა რომ კუგარაჩათიო ესე შეაყვარე ხალხს პოლიციელები, აი ჩვენ საჩუქრად მიიღეთო, ციგნაკიო სიმბოლურადო და სიმბოლურად უნდა ყველა წელს ან ჩინს უმატებდნენ, მაიორის ჩინიც მაჩუქეს და მე უმატებდნენ ყველა წელს. ბოლოს დაღლინოდარი შეუცვლია თქვენ იმდეს სამ მაჩემის დახრეტას მე დამაბრალებთო და ასეთი რაღაცა შეუცვლია. არის ბევრი თემა, თუნდაც იმდენად რეალურია მისი ნაწარმოები, ვიცით? აი ძალიან ცუდი ფილმი არის, ფილმად გადაღებული, ნუ გეშინიათ და გზამშვიდობისა ჯაყო რქვია, თვითონ რეჟისორმა ბრძანა, კომუნისტებმა ისე დაგვიჩეხავ ეს ფილმი, ნოდარი რას სულის და რა განსა ჩადვაში, თო საერთოდ მართლაც ფილმს აზრს ვერ გამოვიტანდა, მაგრამ მეგონა რომ მაგაც შეიძლება გამოგონილი იყოს რაღაცა, იქ ყავს ასეთი ოჯახი ერთი ალი ხორავა ლაზები. ქალბატონი მესუმრა ბათუმიდან მე რო იცოდეთ რომ ნუ არის ერთ-ერთი გმირის ალი ხორავას ოჯახის რძალი ვარ და ის თუნდაც რეალურად ყოფილა და მაგას შეყვარებული ფერი კიდე. აი ერთხელ კიდეც მესამე კლასელი გოგონა ბავშვი მომიყვანა ქალბატონმა ბათუმიდან გაიცარიეს ნუ არის ფერედი რო არის იმისი შეყვარებულიაო და ამას უყვები აი დღესაც მაზრიალებს ტანში მეთქი. ესე აი იმდენად და რამდენია ეს სამხედრო მასწავლებლის მევხედა მზიდან ისეც მისი ქალიშვილი მესუმრა მუზეუმზე და რავი რამდენი აი დიდ დროზე და მოთხრობა დიდ დრო არის ძალიან კარგი ნაწარმოები მართლა ზაღმე ლიტერატურის მცოდნეა რომ მის ნაწარმოებს ვერ განვიხილავ მაგრამ აი დიდ დროცა და ვბეჭდებო ბათუმიდან წერილი მივიღეო და თქვა დიდ დრო ასე ცუდად რატო გამოიყვანეთო ჩვენ მისი ახლობლები ვართო და რაღაცა და მე იმათ ავუხსენე პირიქითო დიდ დრო ზარმაზარი სულ მსქონე ადამიანი გამოიყვანე და არა თქვენ რო იფიქრეთ ესეო და შემდეგ საბოდიშო წერილი მივიღეო ბატონო და გვაპატიეთ რომ აი ჩვენ ვერ გავიგეთ ეს ისე როგორც საჭირო იყო ეს ნაწარმოები რა გვქვითო. რა ვიცი, აი ესეთი ბუმერაძე კაცი იყო. წულიცით თქმა რომ აი ეს სუბრასთან დაჯდები ურთიერთობაში ვიღაცასთან ხარ, შეგვიძლია მოდარი სიტყვები და სულ აი სუბრაზე დაისხო და დაასრულო და აი თემა მითხარს ესეთი რომ ბატონო და არ შეხებია ზონას იკეთეთ. ალბათ მისი ყველა სიტყვა გაკვეთილია ცხოვრების რომ დაისხო მოხდამა ადამიანმა გვეყანაზე. აი ალბათ რა ვიცი კაც რომელსაც აი კომუნისტების დროს მithumetes ახლა ბერაზე წერალილი მუსულმანებს რაღაცები ისარი გაუნათმოეს ოჯახი წმენაზე არ შეიძლებოდა მაგრამ თქვენ ძალიან წაფნობით რომ ის ხაზგასმით პატრიოტიზმის წმენას პატრიოტიზმის სასთან ყველა წარმოებში და აი მამას რომ მეუყვანე ვარ მეასთან სახში პატარა ბავშვი ვარ მაშინ მე ვწუნავ და ვიზარდა სებრძნე ყველას და ეს მამის ამაჩინის დაუბრალებლად და ძალიან ისე გავიზარდა როგორც ნუ და სამშობლო კაბინეტში ხათები და ჯვარი ქონდა მოსყობელი და ეს რა დავაოს გაცეს თუ მაგრამ პატარა ბავშვთან ერთად და ბავშვი თქვას ხათები და ჯვარი და მაგაციან და თქვა რაღაც მოწმოება სობროზები მაშინია თუ არა მე მოწმოება ვარ ბატონო და და მაგალითი არის იმის რომ ძალიან მეორე რესტორან მესამე კარტიან გასმაში ეს გაიცვალა საწოლი ზავთები იდეა მეუღლის ფერზე წამოაყენეს თუ ელზე და ახსნება ჩააბარა და გავალებიცებული დარჩა მეორე მსგავსი ადამიანი ახსნების მზადჭენ დაშენფოთიო იმის უფლება რომ წარო დოდარის ახსნება ქართულ ხალხს დავაცნო ჩემი ქართული ხალხის სული ეს ცხოვრება ასე ერთ-ერთი სიკეთის ქვეშ იცვლა მაგრამ ის უფლება მე არ მაქვს ესეთი იყო კატალონიადარი ბუმბერაზე ადამიანი, მათაც ბუმბერაზე ადამიანი. განა ბუმბულობით, მასე ბუმბულობის კახელებთან ვიწერა კახია, განა ბუმბაკარი კაცი ყავდა ბუმბულების მეთქიდან. მაინდა ხალხი თქვენი ახლა ყველასიო, მომიგონ კახი მაგაცმა, ყველასია და არის არცობები რა. მე ასე მონერა ყველა ოჯახში დააბიძოს პატრონოდარი. განც რეაში მშვიდობის მერე აი ისკევიც ნობდი და ოთხე ჩემი ნოდარის ათოზოლოს ფონდა მე ვიცით, მაგრამ გამომარჯოს მეთქი, იმიტომ არ მინდა რომ ხსოვნაებას ნოდარებს თქვა. ოც მინდა რომ თქვა გამომარჯოს ნოდარის, იმიტომ რომ ქართული კაცი თუ ჩაგვდა ქართული სული ნოდარის გვარი ექნება მაშინ. აი ღმერთმა დაგვიფაროს რომ ასეთი რა ვერ მოხდეს საქართველოში. ედან ერთ-ერთი აი სიბერი დახურული პირველი სახლი ნოდარის სახლი გახლავთ.
გვერდზე ილარიონის სახლი, ჭიშკარი ჭიშკარს უყურებს. უკან მეხვედამძიდან კუწიაფოს სტალიონის სახლი გახლავთ.